გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის როა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. Როგორც ცხოვრობენ და რა საქმიანობენ საქართველოში ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პოზიციის საჯარო დაფიქსირების შემდეგ სამსახურებიდან გაუშვეს და როგორი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის ქართული სასამართლოს პირობებში, როგორია მოქმედი საჯარო მოსამსახურეების განწყობა დღეს და რა ძალა აქვს პროფკავშირს. დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის წევრი, გამგეობის წევრი ყოფილი საჯარო მოხელე გიგა სოფრომაძე იქნება დღეს წერტილის სტუმარი. ის 8 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში და საჯარო სექტორის დატოვება 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მოუწია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ირაკლი კობახიძის პირით გამოაცხადა, რომ ქართულ ოცნებას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა არ სურდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს დღეს, ქვეყნის შიგნით კი აზრისა და გამოხატვის თავისუფლება სულ უფრო იზღუდება. საჯარო უწყებებში აიკრძალა პოლიტიკაზე საუბარი, შესვენებაზეც კი. ამბობდა ამ სტუდიაში გიგა სოფრომაძე დაახლოებით 1 წლის წინ ის რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება სტუდიაში და მოგვიყვება როგორც ცხოვრობენ დღეს ყოფილი საჯარო მოხელეები, რომელთა დიდი ნაწილი რეორგანიზაციის თუ სხვა საბაბით გაათავისუფლეს. ზოგიერთი კი სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78 მუხლის გაზიარების გამოც კი მკაცრად გააფრთხილეს, ასეთი ისტორიებიც მახსოვს და აიძულეს პოსტი წაეშალა ან დაერედაქტირებინა. კიდევ ერთხელ მოვყვები ერთ პატარა, მაგრამ ჩემი აზრით ბევრი სიმთქმელ ისტორიას, რომელიც კარგად აჩვენებს, რომ დღეს ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც საჯარო მოხელეებს კონსტიტუციის 78 მუხლის უბრალო გაზიარებაც კი შეიძლება მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ქცევად ჩაუთვალონ. ერთ-ერთი სამინისტროს მაღალ ჩინოსანზე მომიყვნენ, რომ როდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა, ამ მოხელემ პირად გვერდზე ყოველგვარ კომენტარის გარეშე უბრალოდ კონსტიტუციის 78 მუხლი გამოაქვეყნა. მას ეს პოსტი იძულებით დაარედაქტირებინეს. ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გადავამოწმე Facebook-ის გვერდზე, დღეს მის გვერდზე წერია, რომ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის მუშაობასო, თუმცა ის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელე სამინისტროში აღარ მუშაობს, ვეღარ მუშაობს. ის რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს. პოსტის ჩასწორების ისტორიაში კი დღემდე ჩანს ამ საჯარო მოსამსახურის პირვანდელი ტექსტი, კონსტიტუციის 78 მუხლი. ეს ერთი მაგალითიც ბევრ რამეზე მეტყოლებს ჩემი აზრით დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის ინფორმაციით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის ტალღა ახლაც გრძელდება, როგორ იცავს კანონი საჯარო მოხელეებს და რა ძალა აქვს პროფკავშირს მათი უფლებების დასაცავად. ამ თემებზე რამდენიმე წუთში გიგა სოფრომაძესთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 17 ივნისს მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში ყურადღების მიღმა არც საჯარო სექტორი დარჩენილა. ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საჯარო სამსახურში ირღვევა შრომითი უფლებები, მიმდინარეობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ითხოვს ამ მანკერი პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეჩერებას. ასევე რეზოლუციაში ყურადღება გამახვილდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, როგორც შრომითი სტანდარტების გაუარესების მაგალითზე. ევროპარლამენტი მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს აღადგინოს კვალიფიკაციასა და დამსახურებაზე დაფუძნებული გარანტიები და უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა. გიგა სოფრომაძე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის გამგეობის წევრი, ყოფილი საჯარო მოხელე უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშტობის გიგა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გულწრფელად დიდი ხანია მინდოდა იმ საჯარო მოსამსახურეების მოკითხვა, რომლებსაც ფაქტობრივად კონსტიტუციის 78 მუხლისადმი ერთგულება არ გეპატიათ და პოზიციის საჯარო დაფიქსირება, ამიტომ მიხარია რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში სტატისტიკით და რეალობის აღწერით მინდა დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. თქვენი ინფორმაციით, პროფკავშირის ინფორმაციით, სულ რამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლდა ბოლო 2 წელიწადში სხვადასხვა საბაბით და როგორ ირჩენენ ეს ადამიანები თავს, როგორ არჩენენ ოჯახებს, თუ იპოვეს სამსახური ან რა ნაწილმა? კი, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის და თემით დაინტერესებისათვის. გათავისუფლებული პირები საკმაოდ ბევრი არიან სამწუხაროდ, რამდენიმე 1000 ადამიანზე მეტი არის უკვე, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს. თუმცა აქაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაწვდიან სტატისტიკურ მონაცემებს თუ რომელი უწყებიდან რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ თვეში ერთხელ დაახლოებით ამ ინფორმაციებს საჯარო წესით ვითხოვთ ხოლმე და
მიმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მაგრამ ნუ ბათქან როგორც სხვა შემთხვევაში ირღვევა კანონი, აქაც დამოკიდებულება იგივე არის. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად არის თითქმის გამოცხადებული რეორგანიზაციები. ეხლა მიმდინარე პროცესები, რაც არის ბაღდათის მერიაში არის მაგალითად, წალენჯიხაში, ზუგდიდში დასრულდა პროცესები, მანამდე იყო სერვისების განვითარების სააგენტოში და თითოეულ ამ უწყებაში საუბრობენ რეორგანიზაციის საბაბად თითქოს ოპტიმიზაციას, ბიუჯეტის დაზოგვის, ესე ვთქვათ, საფუძვლებს იშველიებენ და ამ მოტივით ხდება კადრების შემცირება, თუმცა ეს არის მხოლოდ ის უწყებები, რომელზეც ესე საჯაროდ ვრცელდება ინფორმაციები. თუმცა შიგნით ჩვენ გქონია პრაქტიკები, როდესაც რეორგანიზაციის პროცესში არა მარტო გათავისუფლებებით, დაქვეითებებიც გამოყენებული იყო სასჯელის ზომად, მათ შორის თბილისის მერიაში ჩვენი თანამშრომელი ცირემხედველი გოგონა, რომელიც 11 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში, მას უთხრეს, რომ 7 წლის განმავლობაში თითქოს არასდროს უხდიდნენ ხელფასს და არასდროს პოზიციაზე ყავდათ დასაქმებული და 7 წლის განმავლობაში კი ბატონო და ხელფასის 600 ლარის შემცირებას სთავაზობდნენ იმისთვის, რომ სამსახურში დაეტოვებინათ და მის მიერ 2 თვის შემდეგ ეს ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. სტატისტიკას ჩვენ რასაც ვაწარმოებთ, ახლა ჩვენი მიმდინარე საქმეები რაც არის 250 საქმე არის, რომელსაც ჩვენი პროფკავშირი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მიყვება და ასე ვთქვათ სამართლებრივ მხარდაჭერას უწევთ ამ ადამიანებს. ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან დღეს რომელსაც სასამართლოში აქვს საქმეები შეტანილი, კი ბატონო, 254 საქმეს ჩვენ თვითონ მიყვებით და ჩვენი ასე ვთქვათ იურისტების გუნდი მუშაობენ ამაზე, ამ მიმართულებით. 11 საქმე უკვე არის სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში უკაცრავად და ბოლო ინსტანციაში კი ბატონო და რამდენიმე საქმეზე უკვე ველოდებით, რომ სტრასბურგისთვისაც ასე ვთქვათ გავამზადოთ და უკვე სტრასბურგშიც წავიღოთ. ამიტომ ეს ინფორმაცია ციფრი რაოდენობა რო ვთქვა ძალიან რთული იქნება და დასასაბუთებლადაც რთული იქნება, იმიტომ რომ არანაირი ასე ვთქვათ ფაქტობრივი მტკიცებულება არ აქვს, რომ მაგალითად გათავისუფლებული 2500, 3000, 4000 ადამიანი ხო, იმიტომ რომ გიგა, რაც თქვენ ახსენეთ, 11 საქმე არის უკვე ბოლო ინსტანციაზეო. რა ტენდენციას ატყობთ, ანუ პირველმა და მეორე ინსტანციამ არის ისეთი საქმეები, სადაც სასამართლომ ჩათვალა, რომ დიახ არიან საჯარო მოხელეები, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს. ერთადერთი შემთხვევა იყო ესეთი, რაც არა, ორი შემთხვევა უკაცრავად, როდესაც სააპელაციო სასამართლომ საქმე დააბრუნდა წარმოებაში თავიდან და შემდეგ გამომართლებელი განაჩენი იქნა დამდგარი. სხვა შემთხვევებში ფაქტობრივად სასამართლოც მიყვება სახელმწიფო ასე ვთქვათ უწყებების გზას და ფაქტობრივად ეხმარება მათ. პირადად ჩემ შემთხვევაზეც რომ ვთქვა, ჩემი პირველი სასამართლო ინსტანცია იყო თავიდან ბოლომდე ერთი სხდომა, რომელიც გაგრძელდა 3 საათი და 4 წუთი, სულ და მოსამართლემ შესვენების გარეშე ადგილზევე წაიკითხა გადაწყვეტილება. ნუ ახლა რომელი ინსტანციაზე თქვენ? უზენაესში უნდა შევიტანო სამშაბათს სარჩელი ხო. წარმატებები. მადლობა, თუმცა აქ წარმატებებს ნამდვილად ვერ ველოდებით და არ ველოდებით, იმიტომ რომ მაგალითად სამოქალაქო სასამართლოში დაგვჭირდა ერთი სხდომა, ნუ ერთი დაჭირდა მოსამართლეს და ფაქტობრივად დაწერილი გადაწყვეტილებით იყო მოსული სხდომაზე, იმიტომ რომ ერთი წუთიც არ მოუთხოვია შესვენება, რომ გავალ დავფიქრდები და განაჩენს წავიკითხო, პირდაპირ საქაღალდე გახსნა, მოიღო წერილი და წაიკითხა. სააპელაციო შემთხვევაში ორი სხდომა ჩატარდა სულ და ძალაჭი დატოვა სამოქალაქოს გადაწყვეტილება. არ მახსოვს ბოლო წლების ტენდენცია ზოგადად ქართულ სასამართლოს ვიცით რა პრობლემებიც აქვს, მაგრამ როცა შრომით დავებს ეხებოდა საქმე დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის ურთიერთობას, ტენდენცია თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, იყო ასეთი, რომ წყდებოდა დასაქმებულების სასარგებლოდ, ხო, ეს უნდა აღინიშნოს, მაგრამ ეს თქვენი кейსები მაშინ ეს საქმეები არ იყო, ასე ვთქვათ, დაკავშირებული ქვეყნის გულსთან, ეს იყო შრომითი დავები და უწყებებთან ხდებოდა, ასე ვთქვათ, პაიკრობა. ამ შემთხვევაში ტენდენცია უკვე ისეთი არის, რომ ჩვენი დავები არ არის მხოლოდ პირობითად თბილისის მერიის ან იუსტიციის სამინისტროს ან იუსტიციის სახლთან დავები. ეს უკვე ქვეყანამ შეიცვალა კურსი და აქედან გამომდინარე
ჩვენც სწორედ ამის გამო გაგვიშვა სამსახურიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით არა მარტო მხარდამჭერები დასავლური კურსის, არამედ უშუალოდ მუშაობდით ამ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ის სიკეთეები, სერვისები და ცხოვრების სტანდარტი ყოფილიყო, რაც დასავლურ ქვეყნებში არის და საითაც წინა გადაცემაში ვსაუბრობდით, საითაც მივდივართ, ოდესაც გვიჭირს ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით, ხო? და შესაბამისად ეხლა უკვე აღარ აწყობთ რომ სასამართლო მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი რომ მაგალითად ადამიანი რომელიც ამბობდა რომ ევროპული კურსის მხარდამჭერი ვარ და გაათავისუფლოს სამსახურიდან ეს ადამიანი აღდგენადი იყოს ხო და სასამართლომ თქვას რომ ეს უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლეს ამიტომ სტრასბურგის სასამართლო ახსენეთ ძალიან მოკლედ რომ მოუყვეთ მაყურებელს ამის შესახებაც იქ ბრძოლა გრძელდება მაშინ როდესაც უკვე სამივე ინსტანცია ამოიწურება რომელიმე საქმე არის უკვე კონკრეტული кейსი რაღაც კოლექტიურად მიდის საჯარო მოხელების არჩევანი როგორ არის გაგზავნილი თუმცა ხო ფიქრობ რომ კოლექტიურადაც წავიდეს ალბათ იქნება რამდენიმე საქმე რომელიც წავა ინდივიდუალურად თუმცა უმეტესად მაინც ალბათ კოლექტიური საქმეები იქნება შინაარსიდან გამომდინარე იმიტომ რომ ფაქტობრივად განხილვებიც კი ძალიან გავს ერთმანეთს, ანუ სასამართლო პროცესები შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის ასე ვთქვათ კოპიო მიმდინარეობის არის, ანუ მოსამართლეები არსებობენ მაგალითად კრიტიკულ კითხვებს დამსაქმებლის მისამართით. თავად მოსამართლეები არიან ხშირ შემთხვევაში კრიტიკული კითხვების ამრიდებელი მოპასუხე მხარისათვის და ჩემ შემთხვევაშიც იყო მსგავსი შემთხვევა და ჩემი კოლეგების და მეგობრების შემთხვევაშიც იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც კრიტიკული შეკითხვა იქნა დასმული ჩვენი მხრიდან და მხარეს ფაქტობრივად მოსამართლემ პასუხი უკარნახა. ესე პირდაპირ და ღიად რომ აი ესე ხო არ იყო და იმან თქვა რომ კი ესე იყო. ამიტომ ამ შემთხვევაში ორივე ინსტანციამ თქვა ჩათვალა რომ კანონიერად გაგიშვა სამსახურიდან. კი, ორივე ინსტანციამ ჩათვალა ესე, თუმცა დასაბუთების ნაწილში ფაქტობრივად მსჯელობები არ არის, ანუ არის ზოგად ნორმებზე საუბარი, თუმცა ეს ნორმები და ეს მუხლები როგორ ესადაგება კონკრეტულად ამ ადამიანების შრომით ურთიერთობებს, როგორ ესადაგება მათი გათავისუფლების საფუძვლებს და ასე შემდეგ, აი ამის სიღრმისეული ჩაშლა არ არის ფაქტობრივად ეს კანონის მუხლები უბრალოდ სიმბოლურად არის გამოყენებული. ისევ ჩემი შემთხვევა რო ვთქვა და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, 8 წლის განმავლობაში მუშაობდი თბილისის მერიაში, მუშაობდი შეშემპირთა მიმართულებით და მთელი ჩემი საქმიანობა იყო ეს და არა მარტო თბილისის მერიაში წარმომადგენელი ვიყავი მერიის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში და 18 გვერდიანი განჩინება. საკმაოდ აქტიური იყავით მახსოვს. კი, და 18 გვერდიანი განჩინება ჩამბარდა, სადაც მოსამართლე ხსნის რატო ვიყავი გასათავისუფლებელი და ერთხელ არ არის ნახსენები სიტყვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ანუ ისე იმსჯელა ჩემს 8 წლიან ნამუშევარზე და იმას რომ ეს საქმეს არ ვაკეთებ თვითონ თბილისის მერიაში რომ რაზე ვმუშაობდი ის ნახსენები არ აქვს საერთოდ. ვინ იყო თქვენი საქმის გიორგი გოგიჩაშვილი იყო ჩემი მოსამართლე ამ საქმესა დავით მამისეიშვილი და კოლეგია უკვე სააპელაციო შემთხვევაში და დავით მამისეიშვილის მოვიდა ის შეცდომა რომ ჩემი სასამართლო სხდომა რომელიც უნდა ყოფილიყო ადაპტირებულ სართულზე იმის გამო რომ გოგიჩაშვილის გადაწყვეტილებაში არ იყო საერთოდ მითითებული რომ შემპირი ვიყავი მანაც არ იცოდა ეს თუ ვერ გაითვალისწინა და ჩანიშნა სხდომა ისეთ დარბაზში სადაც ფიზიკურად ეთლით ვერ შევიდოდი და მოუწია შემდეგ დარბაზის შეცვლა უკვე რომ მივედი სხდომაზე მაშინ მიდგომაზე ბევრს ამბობს ძალიან ბევრი მიდგომები არის ეს ახლა ერთია რაც შეიძლება ვთქვა რომ კაფიოდ ჩანს და გამოხატავს იმ დამოკიდებულებას რაც აქვს სასამართლოს გათავისუფლებას. კი, დაახლოებით რამდენი წევრია დღეს პროკავშირში გააწევრიანებული, რო გითხრათ და პირველი კითხვა რაც დავსვი, აი რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ და გაქვთ ალბათ ყოფილ საჯარო მოხელეებს ერთმანეთთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რა ნაწილი დასაქმდა ამ ადამიანების იპოვეს სამსახური, მე ვიცი ყოფილი საჯარო მოხელეები, ვინც ემიგრაციაზეც ფიქრობდა, რა სურათია დღეს, როგორ ირჩენენ თავს, როგორ არჩენენ ოჯახებს? სამწუხაროდ არაერთი ჩვენი თანამებრძოლი წავიდა ემიგრაციაში, შვილებთან და ოჯახთან ერთად, იმიტომ რომ საქართველოში მათი დასაქმება ფაქტიურად ძალიან რთულია და წარმოუდგენელიც კი. ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მაგალითად მუშაობდნენ შედარებით მაღალ თანამდებობაზე, საშუალო და მაღალი რგოლის დასაქმებულები იყვნენ, ასე ვთქვათ, მათზე პირდაპირ მითითება არის, რომ მათ ვერ უნდა დაიწყონ მუშაობა. იყო ცალკეული პროფესიის მქონე ადამიანები, იყვნენ, რომლებსაც კერძო სექტორმაც უარი უთხრა დასაქმებაზე, იმიტომ რომ ამ სამსახურებს აქტიური შეხება აქვს სახელმწიფო უწყებებთან
და ისინი რო გაიგებენო თქვენ დაგასაქმეთ, მაკონტროლებელი შემოვა მომენტალურად და სხვა სახის პრობლემები შეგვექმნებაო. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, აი თუნდაც რამდენიმე ჩვენს წევრს, რომელსაც სამწუხაროდ დაუდგა მძიმე სოციალური მდგომარეობა, ხო, ჩვენი პროფკავშირი უწევს მხარდაჭერას თუნდაც იმ საბანკო სესხების ასე ვთქვათ დაძლევაში, რაც აუცილებელი გადასახადი, ასე ვთქვათ, ყოველთვიურად, ხო. ისე დასაწყისში მახსოვს იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის კერძო სექტორის სხვადასხვა ფონდების მხრიდან, იმ ფონდებსაც ასე ვთქვათ და ყადაღებდნენ, ვიცით ხო, რაც და როგორც მოხდა ამ ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში, რამდენიმე თვიანი კომპენსაციებიც თორცდები საჯარო მოხელეებს, გათავისუფლებლებს უხდიდა სექტორი, ასევე იგეგმებდა რაღაც ბაზის შექმნა, სადაც ყველა ყოფილი საჯარო მოხელის შესახებ უნდა გათავსებულიყო ინფორმაცია, რათა ისინი ისევ შრომის ბაზარზე ინტეგრირებულიყვნენ. აი ეს პროცესები გაიყინა, დასრულდა, ვერ განვითარდა. ეს პროცესები ძალიან შეფერხებული არის, გულახდილად რო ვთქვათ, ახლა, იმიტომ რომ თუნდაც ის ფონდები, რაზეც საუბრობთ და ახსენებდი თქვენს, დაყადაღებული არის, ბიზნესშიც უკვე გაჩნდა შიში და ჩვენი პროცესების პარალელურად ჩვენ ხედავდით, რომ მართველი ძალის წარმომადგენლები ბიზნეს სექტორთანაც აქტიურად მართავდნენ მოლაპარაკებებს და ფაქტობრივად მოლაპარაკების დაწყებიდან დასრულებამდე განწყობები ისე სწრაფად იცვლებოდა თვითონ ამ ბიზნესმენებშიც, ხო, რთული წარმოსადგენელი არ უნდა იყოს, რა ასე ვთქვათ, საუბრები და მოლოდინები შეიძლება ყოფილიყო მათი მხრიდანაც. თუმცა ჩვენ ასე ვთქვათ, ბაზის ფორმირებას მაინც ვაკეთებთ და ამ ეტაპზე ვერ ვფარავთ მთლიანად საჯარო სექტორიდან გათავისუფლებელ ადამიანებს, იმიტომ რომ მათი მხრიდან მომართვიანობაც ძალიან ნაკლებია, მცირე არის. რამდენადაც ვიცი და ის ხვებისგანაც მსმენი ესე პირად საუბრებშიც, რომ არის შემთხვევები, როცა ოჯახიდან რამდენიმე ადამიანი მუშაობს საჯარო სექტორში, ერთი გაათავისუფლეს, ორი შეიძლება დარჩა ამ პირიქით, ამიტომ მათი პროფკავშირში გაწევრიანება ხმამაღლა ამაზე საუბარი შეიძლება გახდეს საბაბი სხვების გათავისუფლების, ხო, ესეც არის. არა მარტო პროფკავშირში გაწევრიანება, უბრალოდ საუბარიც კი. მე მყავს დღეს გავიგე ზუსტად აი განაცემაში წამოსვლები, როცა ამ თემას ვამუშავებდით, რომ ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი არის საჯარო სამსახურში დასაქმებული და მას ეხება ერთ-ერთი ჩვენი ახსენები რეორგანიზაციის პროცესი. სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი აქტიური არის აქციებზე, აქტიურია სოციალურ ქსელებში, არა მარტო ის მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც და აქედან გამომდინარე ის ადამიანი, რომელიც დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში, ავტომატურად მოხვდა რეორგანიზაციის სიაში. ესეც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მექანიზმი და ბერკეტი არის დაშინებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამასთან შეხება მოგვიწია რეორგანიზაციებამდე უფრო ადრე, აი მათ შორის, როდესაც აქციები ტარდებოდა, ბევრი საჯარო მოხელე მოდიოდა აქციებზე და ისეთი ნიღბებით და ისეთი შეფრთულები იყვნენ, უბრალოდ აი მე რო წლები მუშაობდი მათთან და ვიზუალზე, არ მე ვიცნობდი ვიზუალზე, აი სიარულის მანერა რო ვიცოდი, ხო, თორე უცხო თვალისთვის საერთოდ არ აიდენტიფიცირებადები იყვნენ, მათ შორის სამსახურში არ ამბობდნენ რომ აქციებზე დადიოდნენ, იმიტომ რომ შიში იყო, მე ქონია საუბრები ადამიანებთან, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე ოჯახის წევრი მყავს პრობაციონერი და ის შეიძლება ისევ დააკავო, ჩემი მშობელი მუშაობს პირობითად სადღაც სასწრაფოში და შეიძლება იქიდან გაათავისუფლონ, იმიტომ რომ მე აქ ხმამაღლა ვსაუბრობ და ასე შემდეგ. ბევრი ესეთი შემთხვევები იყო, თუმცა ასე ვთქვათ, მათ უკვე კი ხედავენ რა მდგომარეობაც არის. ხო, ამაზე მინდა ვისაუბროთ გიგა, მოკლედ 2 წლის წინ, როდესაც ეს პირველი ნაკადი თქვენ წამოხვედით, ზოგი პროტესტის ნიშნად, მერე ნაწილი გაუშვეს, ნაწილი თავის წამოვიდა, მაშინ კეთდებოდა მოწოდებები და გარკვეული მოლოდინიც იყო, რომ იქნებოდა კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა. არა მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულებს შორის, ბიზნესზეც ასეთი მოლოდინი იყო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, მაგრამ ხედავთ ახლა რა ვითარებაშიც ვართ. რა განწყობებია და რას ფიქრობენ, საინტერესო არის თქვენ კითხვით, რომ საჯარო მოხელეების შესვენებაზეც კი არ საუბრობენ დერეფანშიც კი პოლიტიკაზეო, მაგრამ რა განწყობაზე არიან დღეს მოქმედი საჯარო მოხელეები? როგორც მოქალაქეობრივად, ისე ხშირად მაინტერესებს ხოლმე, რამდენად მოტივირებულები არიან ამ ქვეყანაში საჯარო მოსამსახურეები, როცა ხედავენ გარეთ რა სიტუაციაა და შეუძლებელია სულ შეამჩნია, ხო?
კი, აი თავიდან ჩვენ რომ მოუწოდებდით აქტიურობისკენ და მაღლა საუბრისკენ და მოლოდინის რო გქონდა რომ უფრო მეტი იქნებოდა ასე ვთქვათ სოლიდარობა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, ჩვენ ვიცოდით ამას რა პროცესები მოყვებოდა და მაგიტო ვამბობდი რომ მაშინ გაჩუმება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის მომენტი იყო გადამწყვეტი. ჩვენი ესე ვთქვათ შედარებით უფრო აქტიური და ლიდერი პირების ჩამოშორების შემდეგ საჯარო სამსახურებში მრავალი პროცესი წარიმართა, მათ შორის იყო დაშინებები, რასაც საუბრობდით. შემდეგ უკვე კანონის შეცვლა. კანონის შეცვლა, კი ბატონო, კანონი პირდაპირ ჩვენ მოგვარგეს აი იმ ადამიანებს, რომლებიც პირველი ნაკადი ვიყავით გათავისუფლება დეკემბრის ბოლოდან იანვრის შუა რიცხვებამდე პირებს, იმიტომ რომ ჩვენი სწრაფად მოშორება უნდათ და შემდეგ უნდათ უკვე რომ ჩვენთან დაშვებულ შეცდომებზე გაესწორებინათ დანარჩენი პროცესები და მაგიტო შეიტანეს ეს ცვლილებები და რეორგანიზაციები ფაქტობრივად გახადეს ისეთი რომ ადამიანს გაათავისუფლოს და სასამართლო უბრალოდ თქვას რომ უკაცრავად რომ ადამიანი უკანონოდ გაათავისუფლეს კანონიდან გამომდინარე ვალდებულებაც უბრალოდ ვერც მოითხოვს იმას რომ სამსახურში დააბრუნეთო გარდა ამისა იყო წახალისებები, ხელფასების მატება, პრემიების და დანამატების რაოდენობის ზრდა და ასევე მაგალითად იყენებდნენ თუნდაც ჩვენს სასამართლო პროცესებს და ეუბნებოდნენ რომ აი ამ ადამიანების გათავისუფლებას მოყვა ამხელა რეზონანსი, მაგრამ რა მიიღეს და გაჩუმება შეძლეს არა მარტო საჯარო სექტორში. სხვადასხვა ასე ვთქვათ მეთოდებით, თუმცა ამ ადამიანებში სუსხავი ეფექტის მქონე კანონით მივიღეთ უფრო მეტი დუმილი, მაგრამ რეალურად რა განწყობაზე სადაც დაუდეს და უთხრას რომ გექნება კარგი შემოსავალი და ბჭყალებში კარგი ცხოვრება, თუ იქნები ჩვენსკენ და იქნები ჩუმად, თუ არა და აი როგორც ეს ხალხი წვალობს, გარეთ იქნები ისე. განწყობებს რაც შეეხება ადამიანურად ზუსტად ვიცი რომ ამ ადამიანების განწყობები ესე ვერ შეიცვლება. ანუ შიში და ძალადობა სიყვარულს ვერ შეიქმნის, რა თქმა უნდა და ვერც ის ზეწოლები და დაშინებები გამოიღებს შედეგს. უბრალოდ იმდენად ქაოსური და იმდენად მძიმე და რთული მდგომარეობა არის ქვეყანაში გარეთ, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ იმედიც არ აქვთ ეხლა, რომ აი ხმის ამოღების აზრს ვეღარ ხედავს ბევრი. ანუ თვლიან რომ ვისაუბროთ ამას რა შედეგი მოყვება და ხო, რა აზრები და მოდი ნერვოსმენიც არ მოვიშლი, დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება აქვს. თუმცა როგორც კი ოდნავ სიტუაცია გარეთ შეიცვლება და დასტაბილურდება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების ხმასაც უფრო აქტიურად გავიგებთ. ყოველ შემთხვევაში მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ დღეს საქართველოს საჯარო სექტორში მოქმედი საჯარო მოხელეების, მოსამსახურეების უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი და არ მგონია ვინმეს მოსწონდეს დღევანდელი საქართველო და ხო, ეს იმედი ნამდვილად გრჩება. დასაწყისში ახსენეთ რეორგანიზაცია თქვენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მეც ვადევნებ თვალს, წალენჯიხიდან ვარ. ბაღდადში კიდევ სად მიდის ასე აქტიურად რეორგანიზაცია და რა არის მთავარი საბაბი ამ შემთხვევაშიც? საბაბი ძალიან მარტივი საბაბი არის ოპტიმიზაცია, კადრების ოპტიმიზაცია, რაც ზოგადად დაანონსდა ირაკლი კობახიძის მხრიდან, როდესაც სახელმწიფო საწარმოების რეორგანიზაციები ჩატარდა და როგორც ამბობდა რამდენიმე ასეულობით მილიონი დაიზოგა, თუმცა დაზოგელი თანხაჯერვარსად ვერ ვიტოვეთ, მაგრამ მოძებნიან ალბათ ვისთან არის. ხო, ესეთ საბაბი არის, ანუ სხვა გამართლება უბრალოდ ამას არ აქვს და ვერც ახსნიან სხვანაირად, იმიტომ რომ და რატო გაგვთეჭვი რომ ეს არის თქვათ ისე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ეს ოპტიმიზაცია, იმიტომ რომ სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, მეც არაერთი სიუჟეტი მომიმზადები, არაერთი კითხვა დამისვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სექტორში, სახელმწიფო საწარმოებში განსაკუთრებით კადრები არის გაბერილი, იმაზე მეტი შტატია, ვიდრე საჭიროა და ასე შემდეგ. რატოა თქვენთვის რთულად დასაჯერებელი, რომ ნამდვილად ოპტიმიზაციასთან და ეფექტიანი საჯარო სექტორის მიღებასთან არ გვაქვს საქმე? კი ბატონო, ხო, ბევრი წელი ვიმუშავეთ მან და უწყებასთან მქონია შეხება და როცა ვხედავ რა კატეგორიის კადრების გათავისუფლება ხდება და რა კატეგორიის კადრების დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ და არა მარტო დატოვების წახალისების მათი და ესე ვთქვათ დაწინაურების, სწორედ ეს ქმნის ამ ფონს, ხო. და რეალობას რას ურჩევდით საჯარო
მოსამსახურეებს, მოქმედებსაც, ყოფილებსაც, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებს, ვინც დღეს კომფორტულად ვერ გრძნობს სამსახურში თავს, ან ემუქრება რეორგანიზაცია, თქვენი პროფკავშირი მათ როგორ შეიძლება დაეხმაროს? რა ძალა აქვს დღეს? კი, აი გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვისაც იმის შიში აქვს ან განცდა აქვს, რომ შეიძლება გაათავისუფლონ, ჩვენი პროფკავშირი არის ნამდვილად ამ ადამიანებისთვის, ესე ვთქვათ, სიტუაციის შემსუბუქების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი და პერკეტი. მნიშვნელოვანია, რომ გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, იმიტომ რომ ჯერ კიდე არ შეუძლია ქართულ ოცნებას კონსტიტუცია და ღმერთს მაქნას რომ ვერ შეცვალოს საერთოდ და კონსტიტუციით გარანტირებული არის პროფკავშირების არსებობა და პროფკავშირის წევრობა. ჩვენ კანონით გვაქვს, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება მინიჭებული, რომ ჩვენი წევრების დაცვა განვახორციელოთ კოლექტიურად, ჩვენი იურისტები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები ხდებიან წარმომადგენლები ჩვენი, ასე ვთქვათ, პროფკავშირის წევრების მათ უწყებებში, ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ რეორგანიზაციის პროცესებში, შეგვიძლია რომ გავასაჩიროთ რეორგანიზაციის დოკუმენტები და პროცესი, შეგვიძლია რომ გამოვითხოვოთ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს წევრს დაეხმარება საკუთარი უფლებების დაცვაში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია რომ ჩვენი წევრი იყოს, იმიტომ რომ ხო ესეც კანონით გათვალისწინებული. აქტ ვერ იპოვიან სამართალს დღევანდელ სასამართლოში, შემდეგ უკვე სტრასბურგშიც დავეხმარებით აუცილებლად, უბრალოდ აქაც უნდა ვთქვათ, რომ რესურსები არის ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ, გრანტებზე არ მუშაობთ და დაფინანსებებისაც ვერც ვიღებთ და არც გვიცდია. ჩვენ ვართ წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ჩვენი წევრების შემონატანი თანხებით ხდება, საწევროებით ხდება ჩვენი ბიუჯეტის შევსება, საწევრო არის მინიმალური 5 ლარი არის თვეში გადასახდელი და ამ ეტაპზე ყველა საჯარო მოხელეს უწევთ კონსულტირებას, ვისაც კი სჭირდება, თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვიწევს, რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ საკუთარ ჯგუფს და ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები. წერტილი რას დაუსვათ გიგა? უსამართლობას, ყველანაირ უსამართლობას საცხოვრებაში ხდება. ძალიან ბევრია. მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და წარმატებები ყოველთვის მზად ვართ ყოფილი თუ მოქმედი საჯარო მოხელეების ხმა გაისმას BMG-ს. წერტილი დღეს ამით დასრულებულია, ჩვენს კითხვებს პასუხობდა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის გამგეობის წევრი, ყოფილი საჯარო მოხელე გიგა სოფრომაძე. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.